მოგესალმებით ჩემო საყვარელო მაყურებელო. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად დაიწყო. რამდენიმე დღეში დადგება ახალი 2025 წელი. მაგრამ ჯერ ჩვენი ვალია მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით გავაცილოთ 2024 წელი. როგორც ყოველთვის ტრადიციას დღესაც არ ვღალატობ და 2024 წლის ბოლო ხუთშაბათს გადაცემაში მოვიწვიე ეზოთერიკოსები, რომლებიც მოგვილოცავენ ახალ წელს და თან შემოგთავაზებენ 2025 წლის პროგნოზს. პროგნოზის გარდა მოგცემენ საინტერესო რჩევებს. გვეტყვიან რა გველოდება და როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს. სხვათა შორის მე ჩემი საახალწლო რიტუალები მაქვს. ძველი ხალხური წიგნებიდან კი არა, ზეპირ სიტყვიერად, რომ გადმოსცემდნენ ერთმანეთს ჩვენი წინაპრები. საუკუნეებს რომ გაუძლო და არ დაიკარგა, აქამდე მოვიდა და ჩვენც ვინახავთ. ხო, მე ეს ყველაფერი ვიცი და გამოვცადე კიდეც. ნაწილს გაგიზიარებთ, ნაწილს საიდუმლოდ დავიტოვებ. თუმცა არა, იმასაც გზადაგზა გასწავლით. აბა, თან ხო არ წავიღებ. ბედნიერება მინდა გისურვოთ, ჯანმრთელობა, წარმატება, დოვლათი, ბარაკა, დიდი სიყვარული და გამართლება. ძალიან მიყვარხართ. დავიწყოთ გადაცემა. გავიგოთ, რას გვპირდება კოსმოსი 2025 წელს. და ჩვენი სტუმარი გახლავთ ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია, რომელიც ძალიან საინტერესო რჩევებს მოგცემს. მოგესალმებით ანზორ, დიდი მადლობა რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. მოდი პირველი კითხვა იყოს ასეთი, ბევრ საინტერესო ამბებს ამბობთ ხოლმე წლის დასაწყისში. რაც გითქვამთ, თითქმის შეჯამდა დეკემბერია, რამდენი პროცენტით სრულდება ხოლმე იმას, რასაც თქვენ, მოდი ესე ვთქვათ, კოსმოსი გეუბნება. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ულოცავ აი ამ განსაკუთრებულ ჯადოსნურ პერიოდს, სადაც სურვილები სრულდება და ნამდვილად გამორჩეული პერიოდი გველოდება კიდევ წინ. რაც შეეხება პროგნოზებს, რჩევებს, რეკომენდაციებს, რომელსაც ეს სიხარულით გავცემთ, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ. პროცენტულობით ამის შეფასება რთულია, მაგრამ რეკომენდაციები, რომ ყველა ყოფილიყო გათვალისწინებული, დღეს უკეთესი მდგომარეობა ექნებოდა საქართველოს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მაყურებელი არ შევაშინო, ნეგატივზე არ გავაკეთო აქცენტი და შემოვიფარგლო რჩევებით ან მინიშნებებით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენი კვლევების თანახმად ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პროგნოზირების თვალსაზრისით, თუმცა გაფილტრული, დამუშავებული ინფორმაცია მიდის უკვე ფართო აუდიტორიასთან. სხვათა შორის ახლა მე არ ვიტყვი იმ ფაქტს, რომელი ფაქტიც მოხდა ჩემს გადაცემაში, თქვენ თქვით ისეთი რამე, რომელიც მე ახდა. ჩვენ რო შევაჯამოთ ზოგადად 2024 წელი, 2024 წელი იყო მნიშვნელოვანი კარმული წელი მთელი მსოფლიოსთვის. მათ შორის ყოველი ადამიანისთვის და ამ წელს შექმნილი პრობლემები პირდაპირ ნიშანი იყო იმისი, რას ვაკეთებდით არასწორად. წლის დასაწყისში ვთქვით, რომ დიდი პასუხისმგებლობა მოდის ჩვენზე. ჯანმრთელობის პრობლემები, ურთიერთობებში სირთულეები, ნებისმიერი სახის პრობლემა პირდაპირ ნიშანია იმისა, რას ვაკეთებდით არასწორად წლის მანძილზე. ჯერ კიდე გვაქვს შანსი, სანამ ახალი წელი დაიწყება სრულად, ხო? ჩვენ ეს ვთქვათ, ქართულად გვაქვს 2 თებერვალს ამ ენერგიის შემოსვლა, რომ კიდე რაღაცები, ესე ვთქვათ, მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ ჩვენს ცხოვრებაში. ყოველთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გონია, რომ
ის რაც ხდება გარეთ ჩვენ არ გვეხება და ჩვენ ყოველთვის გადავრჩებით ყველაფრის და მიუხედავად. რწმენა კარგია, მაგრამ მოქმედება აუცილებელი. ამის გარეშე შეუძლებელი ადამიანი განვითარდეს აი ამ სამყაროში. როცა ადამიანი არ ვითარდება თავისით, მას ექნება სირთულეები ცხოვრებაში, რომ სხვა გზა არ დაუტოვოს გარდა ერთისა, განვითარდეს. აი სანამ ის პრობლემები დაიწყება, მანამ უნდა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, ყურადღება შიგნით და არა გარეთ. სხვა ჩვენ ვერ გვიშველის. რომელი ახალი წლის გიჯერა, ძველის თუ ახალის? 21 მარტი. ეს არის ჩემთვის პერსონალურად წლის დასაწყისი, როცა ვგრძნობ, რომ ახალი ენერგიები შემოდის სამყაროში. განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩემთვის 1 იანვარი, კალენდარული არის. გარდა ამისა, ენერგიას ადამიანების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. როცა ყველა აღნიშნავს, იკრიბებიან, ულოცავენ ერთმანეთს, ეს ქმნის საერთო ენერგო ველს მთელ სამყაროში, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულს ხდის, რომც არა ასტრონომიული ან ასტროლოგიური პროცესები, ჩვენი ერთობლიობა, გაერთიანება ერთი აზრის ირგვლივ უკვე განსაკუთრებულად ძლიერი ენერგია მიდის კოსმოსში, ამიტომაც 1 იანვარი, ახალი წელი, ღამე, აი ეს ყველაფერი ნამდვილად ჯადოსნურია, სხვა დღეებსაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა ჩვენთვის ეს ძლიერ გავლენას აქვს. ანუ 1 იანვარი, 2025 წელი. მოდი აი ესე გახსნილად რო ვთქვათ, აი როგორი წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის? უმთავრესად, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის 9-იანის წელი. 9 არის სიმბოლო შედეგის, დასასრული, როცა ერთი ციკლი სრულდება და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მივიღებთ ახალ სამყაროს, ახალ მოწყობას. 9 არის წერტილი. 9 არის სიმბოლო იმისა, რომ შევაჯამოთ ყველა ის საქმე, რაც აქამდე გვიკეთებია. როგორც საქართველოს, ასევე ინდივიდუალურად თითოეულ ქართველს, მაშასადამე მთელს მსოფლიოს აი ეს გამოწვევა ელოდებათ. მართლები ვიყავით აქამდე თუ შევცდით. სწორი გზა გქონდა არჩეული თუ არასწორი. აი ყველა პასუხს მივიღებთ 2025 წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ წელი მარტივი ნამდვილად არ იქნება. ზოგადად წელი 9-იანი ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ძალიან სწრაფი, ჩქარი, განვითარებული, დახუნძლული მოვლენებით წელი და ყოველი თვე იქნება განსხვავებული ამბის მომტანი. შესაბამისად ეს არა მარტო საქართველოს ეხება, მაგრამ როგორც საქართველოს მსოფლიოს წევრი და მთელი მსოფლიო ერთმანეთზე დიდ გავლენას ახდენს, საქართველოში 2025 წელი იქნება მნიშვნელოვანი შედეგების წელი. 2025 წელი იქნება უკვე იმ შედეგების წელი, რაც ვერ გამოვასწორეთ, რაც ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, რაღაცები შევძელით. მე მახსოვს ჩემი ბავშვობა, როცა ჩვენ გქონდა ნავთით ლამპები, როცა ჩვენ არ გქონდა გაზი, ხო? არ გქონდა განვითარება. ძალიან ცოტა დრო გავიდა, ნამდვილად ცოტა დრო გავიდა. ეხლა არის 20 წელი გასული იმის შემდეგ, 24 წელი იმის შემდეგ, რაც უკვე ესეთი სიკეთით მიდის საქართველოს და ეს პატარა ქვეყანა ვითარდება. კი, გამოვასწორეთ ძალიან ბევრი, შევძელით იმდენი, რომ დღეს საქართველოში ადამიანებს შეუძლიათ თამამად თავიანთი საქმიანობით, თავიანთი კეთილდღეობით მიაღწიონ გარკვეულ წარმატებებს და ამაში ხელს არ უშლის გარემო პირობები. თუ ვიტყვით იმას, ვითარდებით თუ არა, ვითარდებით. მივდივართ წინ, მივდივართ. კატასტროფები, ნეგატიური მოვლენები ეს ყოველთვის ხდება და ამას საქართველოს გამოსავალი არ არის. მეტად განვითარებული ქვეყნები დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან ვიდრე საქართველო. საქართველო დღეს ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილია დემოკრატიის თვალსაზრისით. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ერთ თვეში შემოდის გველის წელი. მანამდე მოგეხსენებათ დრაკონის წელია, როგორ უნდა გავაცილოთ?
პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ რა სურვილები გქონდა წლის დასაწყისში 2024-ის. გავიხსენოთ რა მოვალეობები დავაკისრეთ საკუთარ თავს და რა პირობები გავეცით სამყაროში ადამიანებთან. და ვეცადოთ, რომ ეს სურვილები, ეს პირობები შევასრულოთ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, თუ არა და ბოდიში მოუხადოთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ვერ შევძელით აი ამ პირობების ასრულება. ყოველ შემთხვევაში, უპასუხოდ არ დავტოვოთ ჩვენს მიერ გაცემული სიტყვა. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, ის სურვილები, რომელიც არ აგვისრულდა 2024 წელს, შევაფასოთ, რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ არ დავაკელით მოქმედება და თუ ისევ გვინდა გადმოვიტანოთ 2025-ში. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, აქტივობას, ეს არის სიყვარულის და პატივისცემის დაბალანსება ჩვენს ირგვლივ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლის მანძილზე ჩვენ ვიცოდით, რისი გაკეთება გვსურდა, რა აქტივობები გვინდოდა რომ გავაკეთებინა და შესაბამისად ვეცადოთ მაინც, რომ აი ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. მოდით ახლა რა გვიდევს მაგიდაზე და 2025 წლის რიტუალები. რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ საახალწოდ, ან როგორ უნდა მოვიქცეთ? რაც შეეხება, მე მოგიტანეთ ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე გვპირდებოდით თქვენ და მაყურებელს. რა? რიტუალი. აბა როგორ უნდა მოვამზადოთ ბარაქის და კეთილდღეობის თასი ახალ წლის სუფრაზე. ნეტა ისეთი ადამიანი მაჩვენა, ვისაც ბარაქა არ უნდოდეს. ბარაქა საჭიროა. ფულის სიყვარული არ შეიძლება, მაგრამ არც მისი არ სიყვარული ამართლებს. ამიტომაც უნდა გქონდეს საჭიროების ამიბ მისი გამოყენების მაჩვენებელი. ჩვენ დაგვჭირდება აი ასეთი ნებისმიერი თასი, ოქროსფერი, უკეთესია თუ იქნება თიხის, იმიტომ რომ მიწის ენერგიები შემდეგ წელს მნიშვნელოვანია, ოქროსფერი, მწვანე შეიძლება იყოს, მაგრამ სასურველია კიდევ აი ესეთი ორივე ფერი ერთმანეთს ერიოს. მოკლედ, ჩვენ დაგვჭირდება აი ამის მოსამზადებლად წითელი და ოქროსფერი ლენტი. ან შეიძლება გამოვიყენოთ ყავისფერი, ან მწვანე. ნებისმიერი ეს ფერები არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენთვის ხო ვამზადოთ და მოდი თქვენ გააკეთეთ და უფრო უკეთ დაინახავს მაყურებელი. უნდა შემოვაკრათ ჩვენ, ასე ვთქვათ, ბარაქის თას ლენტი და ჩავიფიქროთ კვანძები 9 ცალი კარგად შეიკრას. აი აქ მოვჭრი. აი ესე რო ავიღეთ ჩვენ ეს შესაბამისად აი აქ უნდა შევკრათ და სურვილი უნდა ჩავიფიქროთ. ეხლა თქვენი მაყურებლის სახელზე თქვენ ჩაიფიქრეთ კეთილდღეობის სურვილი, როგორც კეთილდღეობა, ფული მოდის, შემოსავალი იზრდება, წარმატება ყველა მხრიდან მოდის. ფული მოდის, შემოსავალი იზრდება, უფრო ჯანმრთელები ვართ. კეთილდღეობა, ბედნიერება, შვიდობა, კეთილდღეობა, სიყვარული, სიხარული, ხვავი, ბარაქა და გავიტანოთ ერთმანეთი. ეხლა ჩვენ დაგვჭირდება აი ესეთი ოქროსფერი სათამაშოები, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერის. ძალიან მარტივი ამბავია, თქვენ უნდა დაწეროთ ცხრიანი, აი ესე 9 და დაწერეთ ერთი სურვილი. აი მაგალითად მე დავწერ კეთილდღეობას. კეთილდღეობა რა თმინდა თუ ჯანმრთელობა არ მექნება? დავიწყოთ ჯანმრთელობა. თქვენ ჯანმრთელობა, მე კეთილდღეობა, შემდეგი სიყვარული და იქნება ბედნიერების თასი. და ჩააგდეთ. ჯანმრთელობა. ავიღოთ შემდეგი თქვენ სიყვარული და მე დავწერ წარმატებას. მოკლედ, აი ესეთი მეთოდით ყველა ოჯახის წევრმა უნდა აიღოს სათამაშოები, დააწეროს თავიანთი სურვილები და მოათავსოს აი ამ თასში 9 ცალი სათამაშო. და შემდეგ ემატება ხორბალი, ხურდები,
ფულის კუპიურები შეგვიძლია ნებისმიერი ის რაც ბარაქასთან არის ასოცირებული, რაც შეიძლება მეტი ასე ვთქვათ, შეგიძლიათ სიტყვებად შეგიძლიათ ჩააყაროთ და ეს ცენტრალურ მაგიდაზე უნდა განთავსდეს და მასში აუცილებლად უნდა დაინთოს ან მწვანე სანთელი, აი ესეთი მეთოდით. მოდით ჩვენ რომ ამ ყველაფერმა გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს, თქვენ აანთეთ. მოკლედ ძალიან მარტივი. ესეც შეიძლება? კი, შეიძლება. ჩვენ გვაქვს ბარაქის თასი, რომელსაც 1 წლის მანძილზე ვინარჩუნებ და გვაქვს სახში, როგორც კეთილდღეობის მოზიდვის მექანიზმი. აი ამ თასს უმატებთ ხურდებს წლის მანძილზე და შესაბამისად ჩვენი ბარაქა და კეთილდღეობა მთელი წლის მანძილზე არის შენარჩუნებული სახლში და სხვები ვერ იპარავენ. მეორე მექანიზმი, რადგანაც თქვენ ჯანმრთელობა ახსენეთ, მე ვაგრძელებ ტრადიციას, რომელიც დავიწყე და ეს არის ცოცხალი ნაცვი. თუ ჩვენ ახალი წლის პერიოდში ამას შევიძენთ, შემდეგ დავრგავთ, გადავიტანთ ღია გრუნტში, ოღონდ შევაბავთ ძაფს ჩანაფიქრით, ჩვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება. თუ თქვენ გსურთ ჯანმრთელობა, უნდა შეაბათ ყავისფერი ლენტი. მოდით შეაბით და თან ჩავიფიქროთ. ნებისმიერ ადგილას შეაბით ტოტზე და ჩაიფიქრეთ თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი მაყურებლის. შემდეგ 2 თებერვალს ამას გადავრგავთ, ნაცვლს გადავრგავთ უკვე ღია გრუნტში. გადავიტანთ გარეთ. ეს რა არის? გველი. საოცარი. ეს არის სიმბოლო უსასრულობის და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი გველზე და წითელი გებატონი. ლენტით. აი ამ შემთხვევაში ნებისმიერი გველის სიმბოლო, რომელიც გვაქვს, აი ეს გველი უნდა დავკიდო ჩემ დაძვის ღეზე. მომეწოდა და იმიტომ. გიგრძნობდათ გული რო ესე ვიზავდი? არა, მაგრამ საინტერესოა, ნახეთ. ჩვენი გველი, სურვილი უნდა ჩავიფიქროთ და წითელი ძაფი მას უნდა გავუკეთოთ და შესაბამისად გველი რადგანაც გონიერების და სიბრძნის სიმბოლოა, ჩვენ წარმატებას და კეთილდღეობას მოგვიტანს. ეხლა შემდეგი რიტუალები, რომელიც მნიშვნელოვანია, წითელ ძაფს ავიღებთ და დავდებთ თეფშის ქვემოთ. საახალწლო სუფრაზე. შესაბამისად, წითელი როცა სუფრა დასრულდება, როცა მოვილხენთ და ბედნიერები ვიქნებით, მასზე გავაკეთებთ 9 კვანძს, ჩავიფიქრებთ 9 სულულს და გადავიტანთ ჩვენს ასე ვთქვათ საფულეში, ჩანთაში, ისეთ ადგილას, სადაც მთელი წლის მანძილზე მას ვატარებთ და ეს იქნება ჩვენი თილისმა, რომელიც მოიზიდავს სიკეთეს. მე თქვენ შეგატყვეთ, რომ გაქვთ ძალიან საინტერესო ქინძის თავები და შესაბამისად თუ საფულეში შიგნიდან ქინძის თავს გავაკეთებთ და წითელ ძაფს მას შევაბავთ, მთელი წლის მანძილზე ბარაქას და კეთილდღეობას აღარ დავკარგავთ. მე თქვენ გაჩუქებთ ერთ ადამიანს, როცა ჩუქნი, არასოდეს ჩაკეტილი არ უნდა მიაწოდო. უნდა მიაწოდო ღია. დიდი მადლობა. ეს ჩემი კიდევ ერთი საჩუქარი ამოიღე. ერთი ცალი. ძალიან ორი ცალი ამოიღე? ორი ამოვიდეთ. ორი, კარგია რომ ამოიღეთ. ორი ეს მომავალ წელს კიდე. მომავალი 2 წლის გაჩუქეთ ერთად. აი ეს. ძალიან დიდი მადლობა. აი, ასეთი საჩუქარი მივიღე. მივდივარ მეკვლეთ. დიახ. რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ოჯახში შევიტანო ბედნიერება, სიხარული, დოვლათი, ბარაკა. მასწავლეთ რა წავიღო? პირველ რიგში ბროწეული, ეს არის წლის მთავარი სიმბოლო და სასურველია გოზინაყი, იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო, რომელიც მზის ენერგიებს გადმოსცემს და ბროწეული და გოზინაყი უკვე საკმარის საჩუქარია იმისთვის, რომ კეთილდღეობა და წარმატება მივიტანოთ იმ სახლში, სადაც მივდივართ. და ერთი კითხვა, რაც ძალიან მაწუხებს პირადად მე და დარწმუნებული ვარ არა მარტო მე. საქართველოში, აი, ქართველებისთვის აუცილებელია საყოველთაო შერიგება, სიყვარული, კეთილგანწყობა. თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, მაშინ საფრთხეა ძალიან სერიოზული, რომ მცირე კონფლიქტმა
წარმოქმნას დიდი კონფლიქტი. მსგავსი ზიდავს მსგავს. არაფრით არ შეიძლება ის, რასაც დღეს ჩვენ აქტიურად თვალს ვადევნებთ. გაურკვევლობის, დაბნეულობის, მანიპულაციის ხარჯზე ის ნეგატიური მუხტი, რომელიც არსებობს. ამ წლებში ეს ყველაფერი გვეპატიებოდა, მაგრამ 2025 წელი მსგავს შეცდომებს არ გვპატიებს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნეგატივის ენით ერთმანეთთან საუბარი და ყვირილით, მაგრამ ვიცი, რომ სიყვარულის ენით უფრო მარტივი იქნება ერთმანეთთან კომუნიკაცია გქონდეს. მოდი ახლა დავილოცოთ. მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი. 2025 წლის შემოსვლა ყველა ქართველს, ემიგრანტს ვუსურვოთ მათ დაბრუნება საქართველოში. ყველაზე უსაფრთხო ადგილი დღეს უკვე საქართველოა. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მოგვეცეს ძალა სიყვარულისა, ძალა ბედნიერებისა და ძალა ჯანმრთელობისა. ამინ. ასე მტერი დაგვეცალოს. უღრმესი მადლობა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.